ამ თემის იდეა ერთმა ჭკვიანმა ბიჭმა მომაწოდა და მითხრა: "ბევრმა არ იცის, რა ძალა აქვს მაქსილას და როგორ განსაზღვრავს ის ჩვენ ვიზუალურ პოტენციალსო." მართალია, ამაზე მართლაც ცოტა საუბრობენ. არა და მოდი ვაღიაროთ, ყველას უნდა რომ ლამაზი იყოს, მაგრამ სილამაზე შემთხვევითობა არ არის. როგორც ბიოლოგი გეტყვით, ჩვენი სახის მომხიბვლელობა პირდაპირ კავშირშია იმაზე თუ როგორ განვითარდება მაქსილა, ანუ ზედახვის ძვალი. ეს ძვალი ჩვენი სახის კარკასია და ის განსაზღვრავს ჩვენი სახის სიმეტრიას და ყვრიმალების ფორმას. მაგრამ არის ერთი რამ, რაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს. არსებობს კრიტიკული პერიოდი, 7-დან 10 წლამდე, როდესაც ეს გენეტიკური ნახაზი რეალობად იქცევა. თუ ბავშვს მავნე ჩვევები აქვს, მაგალითად პირით სუნთქვა. ბუნებამ, რაც არ უნდა იდეალური სახე უბოძოს, მისი სტრუქტურა მაინც დაირღვევა. და გსურთ გაიგოთ, როგორ აიცილოთ თავიდან ეს დაზიანება, უფრო დეტალურად აგიხსნით იმ ბიოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მაქსილაზე და განაპირობებენ ჩვენი სახის სილამაზეს. კომენტარებში დამიწერეთ, მაინტერესებს.